მოგესალმები დღეს უნდა იანვარი ასიეხება გუშინდელი მატჩები გუშინ 4 შაბათი იყო როგორც მოგეხსენებათ და გუშინ ბოლო ტურები გაიმართა პარის სენ-ჟერმენმა მე რომელსაც უყურე ნახევარი ტაიმი რა თქმა უნდა და 4-1 მოიგო პარის სენ-ჟერმენმა და შემდეგ ეტაპზე გავიდა შემდეგ ეტაპზე პლეი-ოფში მოხდა პარის სენ-ჟერმენი შეეხება ეხლა მიუნხენის ბაიერნ მატჩს გუშინ 3-1 მოიგო სადაც ჩვენი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს გურანკაშია როგორც მოგეხსენებათ და საერთოდ მისმა გუნდმა ქულა ვერ მოიპოვა და 0 ქულით დაასრულა ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა რაც შეეხება აქ მანჩესტერ სიტისაც იგივე ბედი გაიძიარა რამით იმიტომ რომ 3-1 მოიგო რა თქმა უნდა და შეძლო რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი მოიპოვა მანჩესტერ სიტიმას და აქ უკვე გადამყვეტი იყო აქ მაგალითად PSG-ს რო წაიგო შტუტგარტთან ქულები იყო 1 ქულით 2 ქულით ჩამორჩებოდა და 3 ქულის შემთხვევაში შეიძლებოდა პარის სენ-ჟერმენი დარჩენილიყო ჩემპიონთა ლიგის მიღმა კიდე რაც შეეხება ახლა ლივერპულსაც გუშინ 1 თამაში წააგო და ბოლო თამაში დანარჩენი 7 მოგებული რა თქმა უნდა და 21 ქულით პირველ ადგილზე და შეეხება კატალონიის ბარსელონას აქედან მოგებული 6 1 ფრე და 1 წაგება ნიშანგალის და ბარსელონამაც მეორე ადგილიდანაც მოიპოვა პლეი-ოფში რომ მომხდარიყო მერვე ფინალში გავიდა ბარსელონა კიდე რაც შეეხება რომ დორტმუნდის ბორუსიამაც იგივე მოახერხა და გავიდა შემდეგ ეტაპზე კიდე მინდა ვთქვა რომ აი 31-ში გვაქვს კიდე 31-ში იქნება წესრიგი და გადანაწილება გუნდების შორის რომელი გუნდები შეხვდებოდა რა და როგორ და რაც შეეხება ეს იყო სულ ეს ამბები და 31-ში გვექნება ჩვენ წილის ხა რომელიც პირველი არხი შემოგთავაზებთ და აქ გადანაწილდება გუნდები ვინ როგორ შეხვდება მერვე ფინალში ასეთი იყო ამბები და გამოიწერეთ ჩემი არხი რათა ბევრ საინტერესო ამბებს გაიგებთ მადლობა Браво, молодец.